ჯამათთა შორის უჯამათ, რესო მხნენო და ვეჟნო, არა ნეჟნო, რაპერ სიმო. კარგად არ ახარ, სიმო. ოკეი. ესე იგი, მაქსიმე აღსარებულს რო ვკითხულობ, ესე იგი ედიშერის თარგმნა ძალიან მომწონს ხო ბევრჯერ მithქვას. განსაკუთრებით ლამაზი ედიშერის ხმამაღლა რო ვკითხულობ რა. ხო და ერთი რაღაცა გამახსენდა, ესე იგი ადრე მithქვას ხოლმე და მოგეთ არის ესეთი რაღაც რა, ესე იგი დელეზი, ჟილ დელეზი, დელიოზი, ესე ორნაირად არის გამოითქმება. რუსები დელიოზს ეძახიან, რა გააჩნია რომელი ენიდან, პირველად მოდა რუსულად გავიცანი. ხო და იქ არის ესეთი მომენტი დელიოზისთვის, რომ თავის ფილოსოფიის ასე ვთქვათ შესამყარებლად და უფრო კარგად გასაგებად მიმართა სტოელებს, ესე იგი სტოიკოსებს რა, ესე სტოიკოსები. სტოიკოსები არის ყველაზე გავრცელებული ფილოსოფია, ნებად სოფხედელობა, რომელიც წიაღშიც რა, ესე იგი ასე ვთქვათ, და ჩაისახა ქრისტიანობა რა. ამ სოფხედელობით გარემოცულ სამყაროში, თუ გაჟღენთილ სამყაროში, ესე იგი სტოიური სოფხედელობით გაჟღენთილ სამყაროში ისახება ქრისტიანობა. შემდეგ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი გადადის, გადავითარდება ნეოპლატონში და ნეოპლატონიკოსები აკეთებენ ყველა ფილოსოფიური მიმდინარეობის სინთეზს. და სწორედ უკვე თუ ნეოპლატონიზმი და ქრისტიანობა, აზროვნება, სოფხედელობები ერთად ვითარდებიან, ერთად ჩაისახებენ, ერთად ვითარდებიან და შემდგომ ერთმანეთსაგან საზრდოობენ კიდეც, ну, შემდეგ მარტო ქრისტიანობა რჩება, თუმცა ქრისტიანობისგან მე რაც დასავლეთმა აიღო, რაც სუფიზმმა აიღო, რაც აღმოსავლეთმა აიღო ბერძნული ფილოსოფიიდან ყველაფერმა გაიარა ნეოპლატონიზმის ჩარჩოები, გადატყდა მის კრისტალში, ნეოპლატონიზმის კრისტალში და ნეოპლატონიზმი რო კარგი კრისტალი იყო, ну ეს ხადია, ყველა მეცით, ну რეალურად თუ დღეს რამაზე ვაპარაკობთ, ნებისმიერი აი ესე შუა საუკუნეების ნებისმიერი მისტიკა რო ავიღოთ, ეს აღმოსავლური იქნება, დასავლური, ეს იქნება მართლმადიდებლური, კათოლიკური და ნებისმიერი მისტიკა, პროტესტანტულიც ნებისმიერი ყველაფერი არის 90% ნეოპლატონიზმი. რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა, იცით როგორ არის, მაგალითად ერთ ჭიქა ღვინოსში თუ ჩააგდებ ერთ ჭიქა ერთ წვეთ შხამს, შეიძლება უფრო მაგალითად მთელი ეს ჭიქა გადაიქცევა შხამად, ხო? აქ უკვე რაოდენობას არ რამდენი აქვს, რამდენი შხამი. მე პროცეს შხამის მაგალითად მოვიყვანო არ ყოფითი, მაგრამ დადებითი წაი მაგალითად როდესაც ჭიქა ყავა გაქვს, შეიძლება დიდი ჭიქა ყავა ქონდეს და მაშინ რომ ჩააგდებ შაქარს რა და სიტყვამ ტრიან გაუჯდება მას უკვე მათი განცალკევება შეუძლია აღარ აქვს უკვე მნიშვნელობა რამდენი აყავა რამდენი შაქარი ან ნებისმიერი მაგალითად რაღაც კერძი რო გაქვს და მარილი და მაგალითად კარგი კერძი გაქვს და ძალიან ცოტა მარილი ჩაყარე ხო მაშინ და ну ცოტა ზომით მეტი მოგივიდა ეს მაგრამ ცოტა თავის არ დიდ ქვაფთან შედარებით მაგრამ ну ისეთი მლაშია რომ ვეღარ შეჭამ ხო ან პირიქით ისე გააგემრე ზომიერად ჩაყრილი მაგალითად კინძი ან რაღაც სპაისი როგორ არის ახარიკა ბერძნულად ქართულად როგორ სანელებელი სანელებს რო ჩაასხავ ჩაყრი ну ისანელობა შეიძლება ესეთი სუნელა გემომიცეს ეხლა საჭმოს რო წააკეთებ სანელებლის ზომა ხო ცოტა მაგრამ ამიტომ ესე არ გამიგოთ რომ ამბობ რომ 90% ნეოპლატონიზმია ქრისტიანობას ამოვაგდებ თუმცა მაგ მე მიდრეკილებას რომ ქრისტიანობაში მხოლოდ უარყოფითი დავინახო მაგრამ ეს ამაში დარწმუნებული არ ხარ, გააჩნია როგორ ხასიათზე ვარ. აი ხარ არ ვარ მაგ ხასიათზე. მე ხვალ ვიქნებ მაგ ხასიათზე. მოგეთ არის დელიოზის სწავლება, რომ თავი შეემყარებინა მიმართა ამ სტოელებს.
ეხლა რა ხდება ამ სტოელებში? ესე იგი რა გვინდა რომ გავაკეთოთ რომ ესე იგი Deleuze-ის ფილოსოფია დაახლოებით ესეთი რაღაცაა რა. აი გვაქვს საგნება, ერთი საგანი, მეორე საგანი, ხო, მუშტებით, იმიტომ რომ თქვენ ერთი საგანი, მეორე საგანი, მაგრამ ეს მუშტები ჯო. ერთი საგანი, მეორე საგანი, ხო? ესე გვაქვს რა, ეს ორი საგანი. ეს არის მუშტი, მარჯვენა მუშტი, მარცხენა მუშტი. ეს არის თქვა ჯემალი, ეს არის ემზარი, ეს არის ქვა, ეს არის ჰაერი, ეს არის რაღაცა კიტრი, ეს არის თვითფრინავი. ესე რაღაც ორი საგანი გვაქვს, ხო? და სადღაცას ეს საგანები თავისთავად არსებობენ. და მე მოდის ადამიანი ცნობიერება და მე ამათ უყურებ რა. ეს არის ქვა, ეს არის თვითფრინავი. ეს არის ქვა, ეს არის თვითფრინავი და ხედავ ამას და მე ვიგონებ რაღაცა სახელს, რომელსაც ამ საგნებს აღწერ და ყველაზე ესეთი კომპაქტურ რაღაცა მოგონებ, ეს არის ქვა, ეს არის თვითფრინავი, დავარქვი სახელი, გავიგე და ეს ჩემს გარეშე არსებობენ ეს საგანი და ეს ქვა. მაგრამ აღმოჩნდა რომ რეალურად რომ არავითარი ქვა და არავითარი თვითფრინავი არ არსებობს რა. არსებობს გამგები ამისი და ეს გამგები როგორც ამას გაიგებს ის არის. ასეთი უცნაური რაღაცა. ესე ამას თუ ქვა გაიგებს ეს არის ქვა, ამას თუ გაიგებს, მაგალითად ალმას ვეძახით ქვა, ხო, მაგრამ ვეძახით ძვირფას ქვას, მაგრამ დღეს ხო ვიცით რომ ალმასი ქვა არ არის, არა ეს არის კრისტალი. მაგრამ ქვას ვეძახით რა, ძვირფასი ქვები. ხო, თვითფრინავი შეიძლება მაგალითად დავინახოთ როგორც რკინა, მხოლოდ მაგალითად ქართველებმა ხო ალუმინად გავყიდეთ, მაგალითად ჩვენ თვითფრინავი 90-იან წლებში გავყიდეთ ალუმინად. დავჭერით და გავყიდეთ. საბრძოლო თვითფრინავი. ხო და ესე იგი ქართველისთვის ის იყო უბრალოდ ალუმინი და ფულის შემოსავალი. მაგრამ რეალურად ის იყო თვითფრინავი, ხო? მაგრამ თვითფრინავი ქართველისთვის არ იყო. ამიტომ ის თვითფრინავი არ იყო, ეს ალუმინი იყო. მოგედა ესეთი რაღაც ესე იგი საგნები თავისთავად არ არსებობენ, არავითარი საგანი თავისთავად არ არსებობს. არსებობს რაღაცა ენერგია და ეს ენერგია ერთი მხრივ გამოიხატება შემცნობელში, ესე იგი შემცნობელობაში, ჩემს გონებად შედედება, ასე ვთქვათ, და ეს აი ამ გონებად შედედებული ჩემი ტვინი, ჩემი რაღაცა ცნობიერება, შემდეგ იმავე ენერგიას შედედებულად რაღაცად იმას აღიქვავს როგორც კვად და აი ესე შემდეგ რა. ესე იგი სამყაროში ცხოვრობს, სადაც ჩვენ ერთმანეთს განსაზღვრავთ. ესე იგი ერთმანეთს დავადგენთ, ერთმანეთზე მოქმედებთ და ერთმანეთს ეს არის ერთი რაღაც კვანტური ენერგია, ასე ვთქვათ, და ეს კვანტური ენერგია რაღაცნაირად მდინარებს, რაღაცნაირად დალღოვნებს და ეს რაღაცნაირად დალღოვნება და მდინარება შემდეგ რაღაც გაიკვანძება, შედედდება რაღაცებად, აი მხრივ ცნობიერად შედედდა, მეორე მხრივ შედედდა თვითფრინავად, მერე ცნობიერება ამაზე რაღაცა მიმოქმედა, ამიტომ თვითფრინავი დაინახა ალუმინად, ის ალუმინად გადაიქცა. მე რუსი მოვიდა და თავს ჩაარტყა ამ ქართველს და მიხვდა რომ ის უიდე და ის ალუმინი თვითფრინავი ყოფილი ბუჟული რაღაცა, მაგრამ თავის ყოველ დააბრალებდა, ისე რუსს დააბრალა და ასე შემდეგ. მაინც ვერ გაიგო, ხო, რომ თვითფრინავი იყო და თვითფრინავი უნდა გამოეხებინა და მისი ბრალი იყო ვერ დაინახა, მაგრამ შეიძლება ლოკის ყველანაირად დაინახა. ხო და აი ასეთ ვითარებაში დელიუს უნდა სწორედ ესე ჩვენებინა, რომ ეს ყველაფერი ფორმები ერთმანეთზე მოქმედებენ და ერთმანეთს აფორმებენ და ძალიან სხვადასხვა სახეს ვღებულობთ, ამას ქვია იმანენტური ტრანსცენდენტალიზმი, შეგვიძლია თქვა ტრანსცენდენტალურობა, ან მეტაფიზიკური მატერიალიზმი და ასე შემდეგ როგორც გინდა დაარქვა. ხო და აი ხა მე აქ მე ეხა უყურე ნახე 16 გვერდზე ყოფილა კაცო, ეს ნახე ამ ხელა რაღაცა გამოსვა. ეს კარგი ხან უკვე დაწერილი მაქვს. რატო არ 16 გვერდი სიმართლე გითხრა? არ ვიცი, ძალიან ბევრს 16 გვერდი როგორ მომაგროვე, ეს მაინტერესებს რა. ხო და
ხო და ეს კაი დიდი სტატია ხა ვიცი ამას და ბიბლიოგრაფიაც საკმაოდ ბევრია რა. საერთოდ გამოსაცემად ყოფილა ზად, მაგრამ ეს მე გავაკეთე რატო? გადელოზე გადავდი. ესე იგი ტრაგედიაზე, მოკლედ ჩემი იდეა იყო, რომ ლიტურგია საქვთ თვისებები თეატრის და ბერძნული ტრაგედიის. სადაც სახეები, რომელიც თეატრის სცენაზე იდგმება, ჩვენ ცნობიერებაზე მოქმედებს და გვეხმარება ჩვენ აღ ვქვათ სამყარო უკვე და ჩვენი თავი და სამყარო აი ამ შექმნილი, ასე ვთქვათ, artificial შექმნილი ხატების, სახეების, გმირების, მოვლენების კვალობაზე. ან მათ წიახ, ესე იგი რაღაცას პირდაპირ კი არ ვგებულობ, მაგრამ ალიტვიმასთან პლატონთან პირდაპირაც აი ცუდ მაგალითს გაძლევს რა, ეს მაგალითი, კარგ მაგალითს გაძლევს. მაგალითად რომელიღაცა გმირი რომელიღაცა კარგ ცუდ მაგალითს გაძლევს და ტრაგედიას, ესე იგი თეატრს ჰქონდა ერთგვარი აღმზრდელობითი მოქალაქის ჩამომხნელი რამ მოქმედება ენერგია. ხო, ჩემი იყო ეს, რომ ესე იგი ჩვენ როგორც ვატარებთ ესე იგი რიტუალს, ლიტურგიას, რასახებსაც იქ ჩვენ ვქვნით, რეალობის რასახესაც იქ ჩვენ გავითამაშებთ თუ რიტუალურად ავსახავთ ლოცვებით. რა გვაცვია, როგორ მოქმედება, რა ჟესტიკულაცია გვაქვს რაღაცას შემდეგ, რაღაცა ეს ყველაფერი აისახება ჩვენ ცნობიერებაზე, დაილეკება ჩვენ ცნობიერში. და შესაბამისად აღვიქვავთ შემდეგ ჩვენ სამყაროს და ესე იგი ეს შექმნილი ხატები ესე იგი გმირები, სახეები ან ტრაგედიაში ან ჩვენს ლიტურგიაში ლიტურგიაში გულისხმობ მთლიან ღვთისმსახურებას რა ამ თავისი სინაქსარებით და ეგეთი ესე იგი წმინდანების ცხოვრებით და შემდეგ მაშინ ჩვენ ესე იგი თავად გვქვნით ხატებს, მაგრამ უკვე არსებული ხატებიდან გვქვნით ხატებს, ესე იგი არსებული მითებიდან გამოგვაქვს, თუმცა კომედიაში ცოტა სხვანაირად არის არისტოფანესთან, მაგრამ ტრაგედიაზე ავიღოთ, ხა კომედიასთან ლიტურგიის შეიძლება ეგეც ალბათ ძალიან კარგი იქნებოდა მაგაზეც დაფიქრება, მაგრამ მეზარება ახლა მაგაზე და უბრალოდ რაღაც მაინტერესებს და აი სწორედ ის რომ ჩვენ ერთმანეთზე და ჩვენ ცნობიერება ერთმანეთზე ხატებით მოქმედებთ და არა თვითონ საგნებით, არამედ სწორედ აი ამ სახეები და რეალურად ჩვენ ცხოვრობთ სწორედ ამ სახეების და ასლების და ასე პირველ პირი არ არსებობს რა, დედანი არ არსებობს. აი წარმოიდგინეთ ტექსტი, რომელსაც დედანი არ აქვს რა. ესე იგი რაღაცა ტექსტი გიდევს, რაღაცისგან ბეჭდა და უკვე დაბეჭდილიდან ბეჭდავ რა. აი სულ დაბეჭდილი და ბეჭდა და პირველი პირი არ არსებობს რა. ესე იგი ასლი, მხოლოდ ასლების სამყაროში ცხოვრობთ. ასლია, მე ეს ასლები ერთმანეთზე მოქმედებს, შეწეპტებიან, გადაწეპტებიან, მაგრამ აი პირველ პირი, აი მაგალითად როგორც გითხრა თვითფრინავი როგორც ასეთი, ან როგორც რაღაცა ქვა არ არსებობს რა, რაღაცა საგნები ამას ონტო თეოლოგია ქვია. არაფერი ონდოები არ არსებობს, არაფერი საგნები თავისთავად არ არსებობს. არსებობს მხოლოდ აი სახეები, ამ საგნების სახეები და ჩვენ ამ სამყაროში ვცხოვრობთ. ამის რაღაც ერთგვარი გაგება ედელიოზმა იპოვა სტოელებთან. აი ხა მე მხოლოდ ერთგვარს წაგითხრათ, მე მახსოვდა რომ 2-3 გვერდი იყო ეს. და მე თქო 3 გვერდს წავიკითხავ და მე გადავალ მაქსიმეზე მეთქმა, ხა 16 გვერდს ნამდვილად ვერ წავიკითხავ. და დასაწყისს წავიკითხავ. ჟილ დელიზი ირწმუნება, რომ ნატურალისტი ეპიკურელები და სტოელები, სტოიკოსები, ნატურალისტები ხვდებთ საგნები არსებობენ. არავითარი იდეები და რაღაც ეგეთი, არამედ საგნები რა. ნატურალ, ეს ფიზიკური, ფიზიკა ხო? ნატურალისტი, ეპიკურელები და სტოიკოსები იყვნენ პირველი, ვინც აწარმოა შებრუნებული პლატონიზმი.
რაც გულისხმობს მატერიისა და იდეათა შორის პრიორიტეტის იერარქიის ამოტრიალებას. ესე იგი, როგორ იყო იდეა და საგანი, ხო? ესე იგი, არის რაღაცა სამყაროში რაღაცა იდეები, როგორც ხა წეგან თითქოს მეახსენე ხო, ქვის იდეა გაქვს და ქვას ხედავ, ხო? მაგრამ ეგრე კი არ არისო. არამედ ნატურალისტი რა ხარ არის ქვა და ამ ქვის მერე ხდება იდეა, იბადება იდეა. იდეათა შინაარსი დაყვანილია უტანური, ესე იგი, უსხეულო, incorporeal. корпуსი ხო იცით რაც არის? გვამი. корпуსი რა, корпуსი ესე იგი რაღაცა ტანი. incorporeal ესე იგი უტანო ქვია. უტანური, ოკეი, უტანური, incorporeal, უტანო უნდა ყოფილიყო. გამოვლინებებზე იდეათა შინაარსი დაყვანილია უტანური, ესე იგი ოკეი, გამოვლინებებზე. ხოლო ყოვლიერული უნივერსალური ცნებები უგულველო ყოფილა, ესე იგი იდეები, გაყენებული იდეები. როგორც წარმოსახვის, სიზმრებისა და ჰალუცინაციების მიერი ნათხზი. შეთხზული რა. ამასთან აბსტრაქტული ვერაფერს ხსნის. ესე იგი იდეები ვერაფერს არ აგიხსნის. პირიქით ის თავადაა განსამარტი. ხო, ეს ეგრეა პრინციპში პლატონი თავად იდეებს აღარ განმარტავს რა. ესე იგი იღებს რაღაცა განუმარტავს და იმ განუმარტავით განმარტავს განსამარტს რა. ეს მამარდაშვილად არის, რომ ჩვენ რაღაცები არ ვიცით და იმითი რაც არ ვიცით ბოლომდე მე ჩვენ იმათი манипулირებით, იმათი მათზე მოქმედებით და მითით მოქმედებით ჩვენ გებულობთ რაღაცას. ესე იდეა, ესე იგი როგორ არსებობს კამის იდეა, იქ თვითონ ეს იდეას რა ფორმა აქვს, საიდან არის, როგორ არის, რაღაც ღმერთმა მოიყვანა, რომ თვითონ ღმერთი. ხო, იმაზე აღარც ფიქრობს თვითონ ღმერთი რა როგორ არის, მაგრამ არის იდეა და სწორედ იმ იდეების არის კამის იდეა და მე ეს კამის იდეის მიხედვით გებულობთ კამს. მაგრამ რეალურად ხო თუ ბოლომდე ასე თქვა ფილოსოფოსი ხარ, რომ მაშინ უნდა ახსნეს იდეა როგორ ჩდება, ხო? და ვერ ხსნი. ხო, შემოყავს სიკეთე, აი სიკეთე მართავს სამყაროს და ის სიკეთე არის ღმერთი და ეს ღმერთი აჩენს ამ იდეებს. ესე აქედან ამოდიხარ. და რატომ არის ღმერთი კეთილი? და რატომ არ შეიძლება რომ ღმერთის ერთი ღმერთი იყოს ბოროტი? ეს თითქმის არ არის არსად განხილული თუ არ ჩავთვლით რაღაც ერთ მათემატიკაში არის რაღაცნაირად ეს მეტნაკლებად ახსნილი. პირიქით ის თავადაა განსამარტი. დელეზისათვის ემპირიზმი უარყოფს აბსტრაქტულ ტოტალურობებსა და გაერთიანებებს. ესენთან ტოტალიტარული, ესე იგი ყოვლის მომცველი, ხო? ეს რატო არ უნდა ეს გახსოვთ ხო გრანდიდების მოშლის პერიოდი, როცა არსებობს არავითარი ყოვლის მომცველი რამე იდეოლოგია, რაღაცა ცოდნა, ან რაღაცა ამ ცოდნის საერთოდ რამე წყაროც კი არ არსებობს რა, რომ ამითი თავი დავახციოთ. ეს არის მეორე მსოფლიო ომის ტრამვისა რა, ტოტალიტარისტული თუნდაც იაპონია, რუსეთი, საბჭოთა კავშირი, გერმანია და არა მარტო ეგ ის წინ წამოწეს სიმრავლეთა და მრავლობითობის პირველადობას და ამტკიცეს ურთიერთობათა გარედანობას, გარედან მოქმედებას. ესე იგი, უყურეთ რა არის. ხა მე იმისათვის რომ მეთქო რომ იდეები, აი ეს კამი, ცხენი, თვითმფრინავი, ქვას იდეები არსებობენ. ხო, ამისათვის რომ მეთქო რომ ეს იდეები როგორ არსებობენ, შემოვიტანე, ის პლატონმა შემოიტანა, მე შემოვიტანე ერთის ცნება, ხო? ერთი სიკეთე ერთია, ღმერთი ერთია, ხო? ღმერთი რაღაც ცნაურად ჟღერს ქართულში, რომ ერთიც არის და ღმოც არის, ხო? ღმო რა არის, არ ვიცით, მაგრამ ღმერთი, ნუ. ესე იგი და ეს ღმერთი ერთი შემოვიტანა, ესე იგი არის ერთი და ის ერთიდან მე მოდის სიმრავლე, ხო? რატო ესა თუ გამოვიტანი, რომ მე იდეაც თავის მხრივ არის ერთი და აი ერთიდან მოდის უკვე მრავალი, ერთია მაგალითად სკამის იდეა და მე არსებობს უამრავი სკამები, ხო? სკამები არსებობს უამრავი, ხო? ყოველთვის რაღაც ერთი უპირატესია და მე სიმრავლე რაღაცა მისგან მოდის. აი დელოზე ამბობს, არავითარი ერთი არ არსებობს, არავითარი იდეა არ არსებობს და იმ იდეასაც ხო მე ერთი ღმერთი დამჭირდა. ამიტომ უნდა იყოს ყოველთვის ეს ერთი, ხო გახსოვთ როგორ არის, აი დუალიზმი,
მაგალითად ბორტის და სიკეთის დუალიზმი გადაილახება ყოველთვის ერთი, იმიტომ რომ ყოველთვის ერთი უნდა იყოს და ის ერთი ხდება ბერება შეუცნობელი რაღაცა და ბოროტს და სიკეთის მეტაკლება ჩვენ ვიცნობთ, მაგრამ აი ეს ერთი, რომელიც შეუცნობელია, რომელიც არის სიკეთე უნდა იყოს და ის არის კიდე სიკეთე, სხვანაირად არ შეუძლია ერთს, იმიტომ რომ ერთი რაც არის, ის არის კანონმდებელი, ასე ვთქვათ რა, ის აწარმოებს ყველა დანარჩენ ფორმულას რა, ესე იგი საზომი, ყველაფრის საზომი არის ის ერთი. და მას ერთთან მისაბამისობაში არის ყველაფერი. ერთიდან გამომდინარეობს ყველაფერი. და ყველაფერი ერთის მიხედვით არის დადგენილი და მიმორგებული და მორგებული ერთმანეთთან და ამ ერთთან. ამიტომ გამოდის რომ ის ერთი თავისთავად არის სიკეთე, იმიტომ რომ თუნდაც ბოროტი დაარქვი, არ აქვს მნიშვნელობა, ის არის ბოროტი, მაგრამ ის არის ისე კეთილი რა, რომელიც რაღაცას აწარმოებს და რაღაცას ქმნის და რაღაცას თავის კანონების მიხედვით ქმნის და ამიტომ ის ყოველთვის კეთილია რა, იმიტომ რომ ყველაფერი მაინც იმას ერგება, ყველაფერი მაინც იმის ხოშზე არის, ყველაფერი მაინც იმის სიამოვნებით არის და ყველაფერი თუ რაიმე არის აქ ამ ერთის და თვითონ ეს ბოროტებაც კი იმ ერთის გამოლეზე ბოროტებაც კი კეთილია საბოლოო ჯამში. ხო საბოლოო ჯამში ჩვენ სხვა ეგრევამთ ქრისტიანებში, რომ რაც არ უნდა ხდებოდა ჩვენ სამყაროში, ყველაფერი მარტო ღმერთის დაშვებით და ღმერთის კეთილინებით არის. მიუხედავად იმისა, მე ამას ვერ ვხსნით, როგორ შეიძლება ჰიტლერი ან სტალინი ან პუტინი იყოს კეთილი, მაგრამ სინამდვილეში, მაგრამ ჩვენ ამას მაინც ვამბობთ, რომ ღმერთი კეთილია, იმიტომ რომ სხვანაირად არ შეიძლება. ყველაფერს აქვს რაღაცა თავისი განგება, თავისი მემართულობა და ასე შემდეგ და ესე იგი, ახლა მათემატიკაში ეგეთი რაღაცა რა. ის არის კეთილი, ამიტომ კეთილი უნდა იყოს. არ აქვს მნიშვნელობა რას დაარქვით, არ აქვს მნიშვნელობა რას დაარქვით. კეთილი ამ შემთხვევაში ის, რაც არის, რაც ყველაფერს მოარგებს ერთმანეთთან. რაც რისგანაც ყველაფერი ეს არის კეთილი. ერთიანი ხო და ამიტომ არ არსებობს არავით არის ერთი. რაღაცა შინაგანი სიკეთე. ყველაფერი ერთმანეთზე მოქმედებს გარედან და ერთმანეთზე მე მოქმედებ ამაზე, ეს მოქმედებს იმაზე, ეს მოქმედებს იმაზე და არავით არის ერთი არ არსებობს, არის უბრალოდ სიმრავლე და ისინი ერთმანეთზე მოქმედებენ და რაღაცა გაერთიანებები იქნება. ერთიანი და სტატიკური კერძოსათვის ინდივიდუალობის მოვლენები გარედანი შეტევებია, რომლებიც ემუქრემიას მის ამჟამინდელ არსებობს. მაგალითად, ქვა არის და შემდეგ ამ ქვაზე მარტივად ვთქვა, რაღაც ურო ხდება და ამ სხვა. სხვა ეს ქვა არის თავისთავადი, მაგრამ ეს ქვაც რაღაცისგან არის შემდგარი, მაგმისგანი, მაგმა კიდე რაღაც თვარე დაეტაკა დედამიწას და რაღაც 1000 და 1000 რაღაცა. მე ეს ახლა ქვა შედგა და ახლა კიდე მასზე რაღაცა ემოქმედება და კიდე რაღაცა სხვა იქნება, მაგრამ ერთი საწყისი არავის არ აქვს. და გარედან რაც მოქმედებს, აი ჩემს ინდივიდუალურობას ის ემუქრება, ხო? ბოლოს წამაქცევს და ესე იგი ის რაც ეხა ამ წამში ვარ, უკვე იმის გამო რომ გარედან ჩემს რაღაცები მოქმედებენ, მე მეორე წამში უკვე აღარ ვიქნები ზუსტად ისეთი რა ერთი წამისენი ვიყავ. ხოლო პროცესად და ხდომილებათა წყებებად აგებული კერძოსათვის ყოველი ახალი მოვლენა ხდება მის თვითი საკუთარი თავის შემადგენელი, როგორც შემგები, შინაგანი დამგების სტრუქტურის შემადგენელი კომპონენტი. ასეთი პროცესის ონტოლოგია მოშლის კერძო თვითსა, ცალკე ინდივიდსა და ნარჩენ ბუნებას, დანარჩენ ფიზიკურ სამყაროს შორის საზღვარს. ხოლო ეს კერძო ნება შეერთება სამყაროს ნებას. მაქსიმე ამსარლების ტერმინოლოგიით ლოგოსები ღმერთ ლოგოსის ტანს. უბრალოდ კონკრეტულად სტოური ანტიპლატონიზმი არა იმდენად ტანთა შორისია, რამდენადაც ტან ზედაპირთ შორის. ესე იგი, მაგალითად მე ხომ აქ ტანი. ჩემი ღვიძლი ხო არ ეტაკება მეორის ღვიძლს, არა, მე თუ ვიღაცას დავეტაკები ტანით. და ჩემი ტანის ზედაპირები ეტაკება ერთმანეთს. მე ის რა თქმა უნდა გადავა ჩემ ღვიძლზეც, მაგრამ ჯერ ჩემი ზედაპირი ქვას რო აიღებ და თვითონაც რო აიღებ და ქვა და თვითონაც ერთმანეთს შეეჯახა, მათი ზედაპირები შეეჯახება ერთმანეთს. ანი უტანუროდ
შეუტანო ზემოქმედებაა, რომელიც ტანთა ურთიერთმოქმედებისას წარმოიშობა. ესე იგი, მე ამას ვერ შევეჯახე, ეს ხელი, ხო ტანია, ეს ხელიც ტანია, ხო ეს თქვა. ეს ტანებია, ესენი კი მაგრამ მაინც ერთმანეთზე მოქმედებენ მხოლოდ ზედაპირები. ზედაპირები ხდებიან ერთმანეთზე. ეს მაინც ზედაპირები ხდებიან. ესე ბოლო-ბოლო როგორიც არ უნდა იყოს ძიმემში, მაინც ბოლო-ბოლო მაინც მხოლოდ ზედაპირები ხდებიან ერთმანეთზე. ინკორპორ რომელიც ტანთა ურთიერთქმედებისას წარმოიშობა. დელეზი უტანუროს უიგივებს იდეალურს. ოღონ არა პლატონისეულს და არც არისტოტელეს არს ესენციას. შეუტანურო არ უტანურეს, იგი არც არსებობენ და არც არიან. არამედ შეარსებობენ insist. ან ქვიარსებობენ subsist. ანუ არიან შედგმული, შებიჯგული, ან ქვეშედგმული, ქვეშებიჯგული, ifistande. ესე იგი, კი არ არსებობენ, არამედ რაღაციდან არსებობენ. ორი სხეული ერთმანეთს ეჯახება და ის აი ეს სხეული ამ სხეულზე მოქმედებს. აი ეს სხეული ამ სხეულზე რაც მოქმედებს, აი რაც გამოისახება, ის ცალკე არ არსებობს. ხო, არ არსებობს. ერთი ტანია, მეორე ტანია, მაგრამ ამას არ აქვს საკუთარი ტანი, ან საკუთარი რაღაც. ეს უფრო ზედაპირზე, აი პროსტო ერთმანეთს ეხებიან და თან არც ეხებიან. აი ხო ეხებიან ერთმანეთს. რამე ცალკე სხეულს კი არ ქმნიან, ესენი ეხებიან ერთმანეთს. რაღაცა აი აქ შეეხვეთ, ესეც რაღაცა ახში. კი მონახაზია, კი რაღაცა აქ, მაგრამ ცალკე რო გამოწიო ეს საგნები. ქვაკვა ჭება, თვითონაც ჭება. სად არის ის შეხებული ადგილი არ სად არის? ქვაკვა არის ეს. კი რაღაცა აი ჩაინიშნება, მაგრამ ის თვითონ სხეული შეიცვალა უკვე. მისი ანაბეჭდი შეიძლება სადმე იპოვო, მაგრამ თვითონ იმას ვერ იპოვი იმ ფორმას. ისინი არა არსი და არც შემთხვეული აქცენტი, ისინი ტანისაგან განსხვავებით არა მოქმედი უმოქმედო და არავნებული უვნებო არიან, რადგან ისინი არც ქმედებენ რაიმას და არც მოქმედებიან რაიმეთი. სხეულები ურთიერთმოქმედებენ, მაგრამ არა უტანურობით. ოღონ ურთიერთმოქმედი ტანი ერთმანეთის ზედაპირზე აწარმოებენ ზემონაქმედს, ზემოქმედებულს. არ ეხებიან რა ერთმანეთის არსა თუ იდეას. ამგვარად სახეზეა ყოფნის ბინგ არსებობს ორი განზომილება, ნამდვილი ყოფი, ტანი და ზენამოქმედი ეფექტი, უტანურო. ეს ზენამოქმედი, ნაზენმოქმედნი თანაგებენ უტანურ ყოფთა უსასრულო სიმრავლეობას. ისინი არ არიან უთუოდ მყოფი, არამედ რამ, როგორც არაპერსონალური ხდომილება, რომელიც წინაობს და წიაღობს ყოველ სუბიექტ ქვემდებარესო და არ სუბსტანციას. პლატონის იდეა თუ არისტოტელესთან თანადო, რომელიც გაგებულია როგორც საწყისი და ნიადაგი, რომლისაგანაც სახე და გრძნობადის სამყარო როგორც ლიანობა აღმოცენდება იმიტაციის მსგავსების მიბოძოლობის მიერ. ახლა უტანურად წარმოსდგება და არა სხვად, გარდა უვნებო ბერწ და ბათილ ზემოქმედებად, რომელიც ხდება სხეულთა ზედაპირზე, არ გაანიმუშებს რა მათ. ხო, ეს ხა იმეოს რაც არან გითხარით რა თქმა უნდა. და მოკეთ ჩვენ ცხოვრობთ სწორედ ასეთ, მე 16 გვერდი ამაზე მიდის. ხო და მოკეთ ჩვენ ცხოვრობთ სწორედ ასეთ სამყაროში, სადაც რეალურად ჩვენ ერთმანეთზე კი არ ზემოქმედებთ, როგორც ასეთი. არამედ სწორედ ამ ინკორპორიალელების, ამ უტანურობის რეალობაში ვცხოვრობთ, ესე იგი ასლთა ასლების, რომელთაც არც არსებობა გააჩნიათ, არც არ არსებობა გააჩნიათ, ესე იგი ifistande და იპარხო არის არსებობ, ესენი კი არ არსებობენ, არამედ შეარსებობენ. აი ეს არის სამყარო რა, ეს ბახტა, აი რაღაცა, აი ამ შეხების მომენტში რაღაც აღმოცენდა და ის, მაგრამ ის რაც აღმოცენდა, რეალურად ის არის რა. საგნები კი არ არსებობენ, არამედ არსებობენ სწორედ ამ საგანთა ზემოქმედებები, რომლებიც რეალურად არსებობა არც გააჩნიათ.
იმ გაგებით, როგორც გაგებითაც მაგალითად ქვა არსებობს, ან თვითმფრინავი არსებობს. რეალურად არც ქვა არსებობს, არ თვითმფრინავი არ არსებობს. რეალობად ის რაც არსებობს, ის რაც არის აი ესეთი წარმონაქმნი, რომელსაც არც არსებობა გააჩნია და არც არაარსებობა არ გააჩნია. ეს არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც აი წამში რაღაცა არის და მე აღარ არის. ის ბევრი სხვადასხვა ურთიერთმოქმედებების წარმოიშობა და განხარდება. აი რაც რეალურად არის, აი მაგალითად მე შენ ყველანი ეგენი ვართ, რეალურად. და არა ვითომ რაღაც არსებები. და ჩვენ უგონია რომ ეს არსებებია სინამდვილეში ეს არის სწორედ მოჩვენებები. ხო, აი აქ შემოდის მაქსიმეს რაღაცა ციტატა, რომელიც რომელსაც აგიკითხოთ ახლა და ამით მე დავამთავრებთ. ჩემი წასვლის დროს ნელა მოდის. კითხვა 104 136 გვერდი. შეკითხვა იმ გაურკვევლობასთან დაკავშირებით, რაც სახეზეა წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის გადაგებაში სახელწოდებით კეთილწესიერების თაობაზე. და მოდის ციტატა. როგორ არის სიტყვა გონების ნაშობი და როგორ შობს იგი სიტყვას სხვა გონებაში, თავდება ეს quotation, რომელიც სიტყვის შესახებ ამბობს წმინდა გრიგოლი ამას შინაგანის თუ წარმოთქმის. ხო, რომ ეს ეხა წმინდა წყლის სტოურ შენიშვნას უშვებს. შეკითხვას აძლევს ეს მამანი მაქსიმე აღსარებელს, იგი არსებობს შინაგანი სიტყვა და არსებობს შინაგანი თუ წარმოთქმის. პროფორიკოს ქვია ეს. შინაგანი არის ენდიამესო, ესე იგი შინაგანი არის შორის შიგნით შეშიგნითებული ეგეთი იქნება. ხო, შიგნიდებარე რა. შეშიგნითებული. დიამესო არის შორის რა, დიამესო შორის. ენდიამესო არის შორისში, შორისეული. ესე გამოდის. ნუ შუაში, შიგნით რაც. ესე რაღაც არის გონებაში სიტყვა. მაგრამ შეიძლება წარმოთქვა. აი ჩემ ტვინში არის სიტყვა, ხო, ჩემ. არის სიტყვა მაგალითად ქვის, ქვა. მაგრამ არ წარმოთქვა ის ჩემ თავშია. ის არის ქვა. ხო? მაგრამ ამოითქვეს. არ რო წარმოითქვება, ის უკვე წარმოთქმული სიტყვა. მაგრამ ამ დროს არის შიგნით. ხო, აი ეს ენდიამეს ლოგოსი. ამას მე ქრისტოლოგიაში გამოიყენებენ წმინდა მამები რა. დედიშეს ამაზე ლექციაც აქვს. და ოღონ არ ახსენებს, რომ ეს სტოიკური ტერმინი არის და მამებმა უბრალოდ ეს გამოიყენეს აღსაწერად. თავის წინა სამს ძალიან კარგად აქვს მას მამარდას, მამარდას მეთქი მაქსიმეს. ეხლა ნახე როგორ არის. აი როდესაც წმინდა გრიგოლი ეუბნება ამბობს რომ სამება სრული სამი სულისაგან აგიძრა სამება სრული სამი სულისაგან აგიძრა რა მხოლობა სიმდიდრის გამო, ხოლო ორობა გადაელახა ნის სახის გამო, რომელთაგან არის აგრეთვე სხეულები, განისაზღვრა კი სამება სისრულის გამო, ვინაიდან პირველია იგი, რომელიც აღემატება ორობის შედგენილობას. ხო, და აი რაღაცა 2, 3, 3, 2 და რაღაცა დაეკნახე რაღაცას პასუხობს მაქსიმე. გარო თუ საფრთხო ნეტარის სამების არსებობის მიზეზი განგვეწესება აქ არის რა იგი მიზეზსა და სიტყვაზე აღმატებული, არამედ მიზეზი წმინდა სამების უჭეშმარიტი კეთილმსახურებისადმი ჩვენი წარმართველობისა, ვინაიდან ასევე როგორც არს და არსებისაგან გამომდინარე შემოქმედს გულისმოყრ და ამგვარად ზეგამოუთქმელი ხრმთეების მყოფობის გვარსახეში საიდუმლოდან ვისწავლებით არს და შესაბამისი ზოგიერთი სახე სიმბოლოდან გამომდინარე.
ესე იგი რაღაცას რო აღწერ და ღმერთზე ლაპარაკობო ეს კი არ არის რომ აი ამ მათემატიკამ ან რაღაცა აი ამ ჩვენ მსჯელობამ წარმოშვა ღმერთი და ან ამითი ამოიწურება ჩვენ ამით უბრალოდ ვახასიათებთ რომ ამან ჩვენ ამ დახასიათება რაღაცნაირად მიგვიყვანოს ღმერთში და ჩვენში მოხდეს გაგება ამ ღმერთის ეს შედგეს გაგება რა აი ეს მხოლოდ წარმართველებია ეს აი წმინდა წერილი იქნება ეს რიტუალი იქნება თუ ნებისმიერი რამე მსჯელობა ფილოსოფიური მსჯელობა იქნება თუ რაღაცა აი ამ მსჯელობით კი არ არის განპირობებული ღმერთის არსებობა ესე იგი ახან ერთი არ შეიძლება ერთია და ну მაშინ მკვდარი ერთი გამოდის თუ მხოლოდ ერთია ხო ის უნდა რაღაც ამოძრავდეს და თუ ამოძრავდება ის უკვე ორია და ორი კიდე ნიშნავს უკვე ну მატერიას და რაღაცას და მე კიდე ну ამას ვერ გაჩერდებოდაო და ამიტომ უნდა დასრულებულიყო და როცა სამში უკვე გასრულდა ესე იგი სამი არის სრულყოფილი ერთი რა სარი მაგდა ორი და მე სამში გახდა და ეს არის ნეოპითაგორული მსჯელობა რომელიც სტოიკოსებმაც აიღეს ხო და აი ესე კი არ უნდა გავიგოთ რომ ღმერთი ერთი იყო და მე ვაიმე ერთი ვარ და დამერხა ბიჭო კვდები და წამოვიდა იმე ბიჭო აქ მატერია და ისა უი და მოდი სამი ვიყოთ ესე კი არა ეს სამი არის თავისთავად მიუწვდომელია ისე არც რიცხვები არის თითო სამი რიცხვი კი არ არის არამედ კი იმ რიცხვზეც მეტია რაღაცა აბსოლუტურად შეუცნობელი რეალობა არის ღმერთი ხო შეუსწავლო ამოწორე რაღაც ჩვენ შეგვიძლია ის რაღაცნაირად აღვწევოთ ამის ჯელობიდან წერილიდან მხატვრულობიდან რიტუალიდან რაღაც და ამან უნდა მიგვიყვანოს გაგებამდე მაგრამ ეგ გაგება უკვე ხდება იმის შესაბამისად რამდენადაც ჩვენ მზადა ვართ ამ გაგებისთვის რა აი ესეთი რაღაცა შემოგეს ეგ წმინდა წერილების რაღაცები თავისთავად კი არ არისო არამედ იმას მივყავართ სადღაცას, მაგრამ ეს უნდა მოხდეს აზრში ჩავარდნა მამარდაშვილო ეძახი. ხო. ეხლა გრიგალიო ეკითხებიან ეს შინაგან სიტყვაზე ლაპარაკობს წმინდა გრიგოლიო თუ გარეგან გამოთქმულ სიტყვაზე ლაპარაკობს ესე რაღაც კითხვას უსვლა დაიბნა ტიპი, იმიტომ როგორ არის სიტყვა გონების ნაშობი და როგორ იგი სიტყვა სხვა გონებაში. ესე იგი თუ გონება სიტყვა გონებისგან იშვა კი ბატონო იშო, მაგრამ თუ სიტყვა გონებაში ჩარჩა, ესე იგი გარეთ უნდა გამოითქვას და თუ გამოითქვა, მაშინ ესე იგი აქ ლაპარაკია იმის შესახებ, რომ თუ ეს არის შინაგანი სიტყვა, მაშინ ღმერთის შინაგანი სიტყვა თუ არის, მაშინ გარეთ როგორ გამოდის, ხო, სხვაზე როგორ გამოქმედებს და ვიზე მოქმედებს მაშინ? წმინდა სულზე. მაშინ გამოდის, რომ წმინდა სული განპირობებული ყოფილა ძით. ესე განპირობებული ლოგოსით თუ ეს არის თუ სამბაში ალაპარაკი და თუ გარეთ გამოვიდა მაშინ ეს იძულებული ყოფილა გარეთ გამოვიდა თუ გარეთ გამოვიდა ამბობს სიტყვას ისე და მის შიგნით არ არის ეს სიტყვა რაღაცაშია საქმე თუ შიგნით არის მაშინ რას ამბობს მამა ესე იგი რაღაც ავტომატურად გამოვიდა შემთხვევითი და რაღაც ეგეთი კითხვაა და ამ დროს პასუხობს ახლა მაქსიმე რას პასუხობს ჩვენი მამები ამობენ რომ არაფერია არსებით თავისუფალი და მარტივი თუ არა მხოლოდ ღვთიურობა ვინაიდან ყველა დანარჩენი რაც კი ღვთის შემდეგ და ღვთისგან აქვს მყოფობა ჰგიეს არსებისა და თვისობრიობის ანუ უნარ შესაძლებლობისაგან ესე იგი არსებისა და შემთხვევისაგან ამასთან თუ ეს ასეა მაშასადამე სულის თავისი უნარ შესაძლებლობით უთუოდ არის გონება რაღაცები მიდის აქ ამრიგად გამოტვეთ ამრიგად თვით სიტყვა რომელიც ამ სახით არის და იშობა თავის დამხმარე ბუნებისაგან იღებს ხმოვანებას შედეგად კი წარმოითქმის და შობს სიტყვას სხვა გონებაში იგზავნება რა მიმღები ყურის მიერ გონებისაგან ესე იგი სიტყვა არის მაგრამ რო გამოითქვას ჰაერი ჭირდება ხო ესე იგი სული წმინდა ჭირდება ესე იგი აქ ორ მხრივ რაღაცას ლაპარაკობს მაქსიმ პირველად ლაპარაკობს ეს არის შინაგანი სიტყვა წერა აღარ ვთქვი შინაგანი სიტყვა ღმერთის გონებაშია და ღმერთის გონებიდან იშობა ეს სიტყვა მაგრამ და შემდეგ სულიც არსებობს ღმერთის
სუნთქვაც არსებობს. ამ გონებას აქვს თავისი, ესე ვთქვათ, სუნთქვაც. ესე გონება ხო ცოცხლობს რა, ასე ვთქვათ. ესე იგი, არის გონება ცოცხლობს და გონებას აქვს აზრი. აი ეს არის წმინდა სამება. ისინი არიან ესე. აზრიც არის, სიცოცხლეც არის, ესე იგი სული და მამაც არის რა, ესე იგი გონებაც არის. აი ესე გონება ცოცხალია, ეს მის სიცოცხლე სულია. და მაგრამ გარეთ რო გამოვიდეს ეს სიტყვა, ხო, როგორ არის, ხო? გონება უნდა აღზრდეს და შეუბეროთ. ესე იგი სული, სუნთქვა რა, ეს არის სული. ესე უბრალოდ, ესე იგი გარე სამყაროში ჩვენ მოგვეწოდება ესე იგი ლოგოსი ამ სულიწმინდის საშუალებით. სულის საშუალებით. აქედან რომ სიტყვა არის და შემდეგ სიტყვა და სულს მოაქვს. ესე იგი ჯერ არის мама, გამოავლენს წეს და შემდეგ იმისათვის რომ ეს ჩვენამდე მოვიდეს, სულიც უნდა შეეხიდოს. ამიტომ ეს არის იკონომია, ეს არის ღვთისმეტყველება, ეს არის თეოლოგია, რაც ღმერთის ტვინში ხდება და ეს რა მარადიულია. მაგრამ თუ გარეთ გამოდის, უკვე არის ეს ფილიოკოს ვარიანტი რა, ესე იგი, სადაც მართლა ჯერ სიტყვა და შემდეგ სული. სული როგორც სუნთქვა. უნდა იყოს სიტყვა და მე სიტყვა უნდა სულმა უნდა გამოისუნთქოს გარეთ და მე ჩვენ ყურში მოხვდება, შედის ჩვენ ტვინში. ეხლა ახნება. ამასთან მაშინ ჩვენ ტვინში შევიდა ეს სიტყვა. ამასთან როცა სიტყვა შობს სხვაში, ამასთან გონება ისნის ხო. ამასთან როცა სიტყვა შობს სიტყვას სხვა გონებაში, ესე იგი შემოვიდა სიტყვა და ჩვენში გააჩინა სიტყვა. ესე იგი დავინახე რა, რაც სულმა მოიტანა, ჩვენ ყურში შეიყვანა სიტყვა. მაგრამ სიტყვა ხო გარეგანია ჩვენ გონებაში არ არის. ჩვენმა გონება ხო თვითონ უნდა ისოცხლოს, ხო? სიტყვა ხო არ იკავებს თავს. შემოსული სიტყვა, არამედ ჩემ გონებამ თვითონ უნდა დაინახოს სიტყვა, ხო? ესე იგი თვითონ გონება, რომელსაც თავისთავად არ შეელო დაებადებინა სიტყვა, როგორც ეს ღმერთია, აი ამ გარეგანი მოქმედებით იბადება მას სიტყვა, როგორც წმინდა მარიამში. დაებადა სულის მოქმედებით სიტყვა, ხო? გამოისახა. ეს ნიშნავს არა იმას, რომ იგი ქმნის სიტყვას სხვაში. შევიდა და მის გონებაში კი არ შექმნა, ნახე? კი არ ქმნის. კი არ დაბეჭდავს. თვითონ უნდა დაიბადოს, ეს ეღარაც გითხარით. ყველაფერი მოდის ჩვენთან, მაგრამ ბოლოს ჩვენში უნდა დაიბადოს ანა სხვაში. არამედ იმას, რომ აძლევს ამ სხვას, ასე ვთქვათ, სახებსა და დასახულობის უნარძალას, რომ მან ამ გზით შესაბამისი ცნება წარმოდგენას, იგი აზრი ჩამოყალიბოს სმენელში. ესე იგი როგორ მოქმედებს ნახე სიტყვა დააკავშირით? თვითონ სიტყვა კი არის, თვითონ სიტყვა მოხდება ამას, ამ გონებას, ხო? რაღაცა სახეებით, ესე იგი რით ინკორპორირებით. მაგრამ თუ იმაში უნდა გამოისახოს რამ აზრი, ესე იგი ქვამ მიიღოს ქვის გავიგორეს ქვა არის, ხო? ეს რო ქვა გაარცელდეს, ეს თვითონ უნდა მოხდეს, თვითონ უნდა დაიბადოს ამ გონში იმ ქვის აზრი, זה ქვის ცნება და სახე. ისიც კი არ არის ქვა. ისიც მხოლოდ ცნება სახე არის, ისიც მხოლოდ აზრია. დაგვირთო რომ სულ სიტყვებისა და აზრების სფეროობაში ვართ. არსად არის აქ, არსად არ არის. და გონება, რომელსაც სიცოცხლე არ გააჩნია და აზრი არ გააჩნია რაღაცა და ვერ ის არ არის სრულყოფილი ბოლომდე გონება ისეთი რამე, რომელსაც უნდა გონდეს თავისი აზრები, ხო? აბსოლუტურად და სხვა აზრები არ უჭირდება, როგორც ღმერთზე ვერ იმოქმედებ გარეთ. მაგრამ შემთხვევითი არის, ხო? ეს უკვე შეემთხვა, ესე იგი, რაღაცა მოვიდა და შეემთხვა. მაგრამ ის რაც მოვიდა და შეემთხვა, შიგნით კი არ შეიჭრა. და კი არ დამკვიდრდა იქ. ძალმომორეობითად კი არ დაბეკა. არამედ უბრალოდ შეეხომას როგორც და გამოისახა რაღაც. და ეს რაღაცა გამოსახული, ეს აჩრდილი რაღაცა, ინკორპორიალი. შემდეგ მე უკვე, ხო? ამ ინკორპორიალის კვალობაზე უკვე უნდა გავიჩინო ჩემი და გავაარსო ის როგორც აზრი. ის არსებას კი არ მაძლევს. გარედან მოსული. არამედ ჩემში უნდა დაიბადოს ეს აზრი.
მაგრამ რეალურად რა გამოდის? ღმერთი ჩვენზე ქმედებს და ჩვენს ერთმანეთზე ვქმედებთ არა საგნებით, არამედ აი ამ ინკორპორეალებით, უტანურობით, რაღაცა სახეებით, მოლანდებებით, ხატებით. და აი აქ არის სწორედ რომ ჩვენ ერთმანეთს და სამყაროს აგვიყვებთ სწორედ აი ამ დრამაში ან მხატვრულობაში ან გამოსახული რაღაცა სახეებით, რომელსაც თავი არსებობა არ გააჩნიეს და იმათი საშუალებით ჩვენში იბადება რამ ონტოლოგიურად და რამ ხელშესახებელი უკვე ონდოს რამ საგანი ამ შემთხვევაში აზრი საგანია. ესე იგი წარმოგიდგენიათ როგორ სამყაროში ვცხოვრობთ სულ წარმოსახვებისა და აზრებისა და გარდამავლობის სამყაროში. და ამ სამყაროს შემადგენელი ნაწილია რიტუალი და რაღაცა, სადაც დელიოზი, მაქსიმეს ყველანი ერთად მოიკრიბებიან. ეხლა მივდივარ პენსილვანიაში, ფილადელფიის იქით. აგერ აკაჩვენებთ თუ გინდათ ცოტა ფილადელფიის ჩემი. ფილადელფიას ერთ-ერთი ნაწილია. იქით არის ამჩიკით რა. ხო და ეს მოკლედ და მოცა ეს უნდა წავიდე რაც ესე იგი აქ არიან რუსები, ქართველები, რუსები აღარ მოდიან. ანტიოქელები, სერბები, უკრაინელები, ალბანელები, ბერძნები. ვინც არიან მართლმადიდებლები რუსების გარდა რა. ასე იკრიბებიან მარხვის დროს კვირას ობით საღამოს 4 საათზე მართავენ ვესპერს. ესე იგი მწუხრის მსახურებას და იქ რაღაც ლოცულობენ მშვიდობისა და მთელი ამბების და ერთხელ მაინც უნდა მივიდე. მეზარება ხომ, მაგრამ მივალ დავდგები ახლა მსახურებასაზე. იტანა მომაკვირასაც ალბათ საღამოს და მე დინამო და დინამო ეხლა ეს ინკორპორეალები და რაღაცა რეალურად ეს ეგვარი აპოლოგეტიის მომენტია მის თქმა მინდა იცით რომ აი რო გჭირდებათ გამართლება რა რიტუალი ქმედითია ზიარება ხატი კარგია ისა და გონიათ რომ ამას ეწინააღმდეგებათ არამედროვე ფილოსოფია ან აზროვნება საშიში ამისთვის და ეჭვი არ შეიტანოთ თუ რაღაცები რომ არ არის ეგრე არავით არის დასაპირისპირებელი და ატომურად ურთიერთსასრულია ატომური ბომბები ურთიერთსასრულია არ გჭირს რა შეგვიძლია ესე გამართულად ერთმანეთს ველაპარაკოთ დასავლეთს და დასავლეთში მტერი არ დავინახოთ და რუსეთში მოყვარე რა მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვიაზროვნოთ, ვფიქროთ ჩვენ წვენაზე, სარწმუნოებაზე, იქნება ეს მართლმადიდებლობაზე, წმინდა მამების თემაზე, ყოველგვარი აი შიშებისა და დაპირისპირებების გარეშე მე ესე მჯერა და ესეთ ბევრი საკითხია კიდე და სადაც შეიძლება რომ ადამიანებმა ეს ერთმანეთის მტლობის და გარეშე შეძლო თანაცხოვრება და ამის საშუალებას მე მგონი მართლმადიდებლობა იძლევა რომ ეგ არის მაგიტო ლაპარაკობ ან თუ იმას დაგჭირდათ კიდე უფრო ხორმად ჩახედო ეს ტექსტი მაგ და შემიძლია 16 გვერდი და გამოგიგზავნოთ და თუ რამის ვერ გაიგებთ მე შეგვიძლია დამერეკოთ და ვილაპარაკოთ უფრო ხორმად ახსნათ ეს ყველაფერი